მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ახალი 2026 წლის დადგომას. ყოველივე კარგის, ლამაზის და საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს ეს ჩვენთვის, ყველასთვის, მთელი საქართველოსთვის. გვესწავლოს ერთმანეთის გვერდით დგომა, გვესწავლოს ერთმანეთის დახმარება და გვესწავლოს ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენა, იმ რთულ დროს ერთმანეთის გვერდით ყოფნა და ერთმანეთის დახმარებისთვის მზაობა გქონოდეს შესაბამისი ცოდნითა თუ ინსტრუმენტებით. მაშასე, ბატონი გელა სტუდიაში. ესეთ ჩვენი გელა ექიმი, რა თქმა უნდა გელა ექიმს უკეთია სიცოცხლისთვის მებრძოლის პირველადი ტრავმის ნაკრები, ყოველი შემთხვევისთვის რა იცის რაში დაჭირდეს. გელა ექიმს შეუძლია დახმარება აღმოგვიჩინოს ჩვენ და გვასწავლოს თუ როგორ კეთდება გულფილტვის რეანიმაცია, როგორ შეიძლება გაკეთდეს ჰაიმლიხის მანევრი და როგორ შეიძლება შევაჩეროთ აქტიური სისხლდენა. ჰაიმლიხის მანევრის უკეთესი თვალსაჩინოებისთვის ასევე გელა ექიმთან დაყენებული არის პატარა ბურთულა და როდესაც სწორად გავაკეთებთ ჰაიმლიხის მანევრს, პარემ გაჩვენებთ ამ ბურთულას გადმოაგდებს და ესე იგი ჩვენ გელა ექიმი გადავარჩინებთ. მოკლედ, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ვნახოთ სრული ფუნქციონალი, როგორ მუშაობს, რა მუშაობს, ხოლო შემდეგ ეტაპად უკვე წავიყვან ჩვენს გელა ექიმს, გავაცნობთ ჩემს კოლეგებს, ისინიც გამოცდიან მის ფუნქციონალს, შეაფასებენ მის მუშაობას და გვეტყვიან, რამდენად სწორად ვიმუშავეთ, რამდენად არასწორად ვიმუშავეთ, რამდენად კარგად არის ეს ყველაფერი გაკეთებული და რამდენად არის ეს ყველაფერი მულაჟი მიახლოვებული იმ რეალობასთან და იმ ასე რომ ვთქვათ, გარემოსთან, სადაც შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს ამ ჩვენი ცოდნის გამოყენება და ამ ჩვენი პაციენტის გადარჩენა, ამ შემთხვევაში დაშავებულის გადარჩენა. ასე რომ, წავედით. ჩვენ აქ სიცოცხლისთვის ვიბრძვით და შენ გამოწერილიც არ ყევარ. კარგი რა. ჰაიმლიხის მანევრი უკვე გავიარეთ. ეხლა გულფილტვის რეანიმაციის უბრალოდ საჩვენებელ ვარიანტს გაჩვენებთ, არ მოვყვები სწორად როგორ კეთდება, როგორ ვაფასებთ გარემოს უსაფრთხოებას და ასე შემდეგ, უბრალოდ გადავიდეთ GFR-ზე, ამაზე აუცილებლად ჩავწერ გრძელ ვიდეოს, ზუსტად სწორად ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ კეთდება ეს ყველაფერი და როგორ შეიძლება დავეხმაროთ ამ შემთხვევაში პაციენტს. ეხლა უბრალოდ ფუნქციონალის ჩვენება მინდა. მოკლედ, ვათავსებთ როგორც საჭიროა ხელი და ვიწყებთ გულფილტვის კომპრესიებს. წესით კამერაშიც უნდა ჩანდეს, ხედავთ ზემოთ ნათურებს, თუ კომპრესიები არის სწორი და კარგი სიღრმის და კარგი დროის, ნათურები ინარჩუნებს ნათებას და შესაბამისად გვატყობინებს იმას, რომ გულფილტვის კომპრესიას ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად სწორად. ესეთი რაღაცა შევიძინე, უშუალოდ რომ გავაკეთო იმიტაცია სისხლდენის. ეს იქნება ჩვენი აქტიური სისხლდენის იმიტაცია. რა თქმა უნდა, გელას აქვს თავისი ტურნიკეტი პირველად დახმარების ტრავმის ნაკრებში. ესეც ჩვენი ტურნიკეტი. როგორც შევთანხმდით, ტურნიკეტის დადება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ ლულოვან ძვალზე. ჩვენც ანალოგიურად ესე ვიქცევით. ამ შემთხვევაში გავაკეთებთ ხელზე აქტიური სისხლდენის იმიტაციას და იქ დავადებთ უკვე ტურნიკეტს. ეს არის სისხლდენის იმიტაცია. შეძლების და გვარად, როგორც გაგვიშვა ჩვენმა წარმოსახვამ, ისე გავაკეთეთ, რომ თან გარემო არ დაგვესვარა, არ დაგვებინძურებინა და თან ყოფილიყო ეს ყველაფერი რეალურთან ახლოს. მაქსიმალურად მჭიდროდ ვახდენთ ტურნიკეტის შემოჭერას ხელზე და უკვე ვიწყებთ დატრიალებას. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მხარეს ვატრიალებთ. ეს არის ნიშანი იმის, რომ ჩვენი აქტიური სისხლდენა გაჩერდა. გადაყავს ტურნიკეტი ჩაკეტილ მდგომარეობაში და შესაბამისად ვახდენთ დროის დაწერას. ჩვენი მეყვლე გელაც აქ არის, ეხლა ჩემს ოჯახსაც გავაცნობ გელას და ვნახოთ აბა რა შეფასებას დაიმსახურებს. ბავშვებო, მოდით. მიესალმეთ ჯერ ჩვენს მაყურებლებს. გამარჯობათ, მიულოცეთ ახალი წელი. აკი, აბა ცოტა ხანი ხა ჩემსკენ მობრუნდი. აკეთ აი, ასე დაჯექი, შენ ასე დაჯექი. აკეთ, ასე მოკლედ. აბა რას ფიქრობთ ჩვენს გელა ექიმზე, რამდენად კარგი გამოვიდა იო? ძალიან კარგი. ხო. როგორ ფიქრობ, ბევრ ადამიანს ვასწავლით მის გამოყენებას? კი. შენ როგორ ფიქრობ, ნოე? ბევრ ადამიანს ვასწავლით მის გამოყენებას, როგორ გადაარჩინოს სიცოცხლე? კი. კი, ძალიან მაგარია. მუშტი სადაც ახატია, ხო? მაგრად. კიდე მაგრად. 5 ჯერ უნდა დაარტყა იო მაგრად. всё, კარგი, არ გადმოვარდა. ეხა აქ უნდა დავაჭიროთ მაგრად, აი.
ნუ ეგრე არ არის, მაგრამ სხვანაირად თქვენ ვერ შემოწმებით. მიდი, 5 ჯერ მანდაც. 1 2 3 4 5 ეხა ისევ აქ, მამი, ნახე, აი აქ უნდა დაარტყა მაგრად, აი ამ ადგილას. 1 2 3 4 5 იაჰუ! ყოჩაღიო, ყოჩაღმა. გამარჯობა. ბელა, რაღაცა. ძალიან ცუდად ვარ იოანა ექიმო, იქნებ რამე მიშველოთ. ხოდა რა შოკოლადები. მუცელი მტკივა, ბევრი შოკოლადები ვჭამე. ბევრი შოკოლადები არ უნდა გეტამა. გამიწი უნდა გამიერთო ყბილები და ისე უნდა. მადლობა იოანა ექიმო, აუცილებლად გავითვალისწინებ. ის მესამე ექიმი საწავიდა? აი, ექიმები დედიკოებთან დადიან, რა საინტერესოა. მამი, შერატახა სამსახურში შეგიძლია გელა ქვედა და ჩვენ ვეთამაშებით ხოლმე. კარგი, დაგიტოვებ აუცილებლად. არია, მოკლედ მეგობრებო. ყველაზე მნიშვნელოვანი აზრი უკვე მოვისმინე. შემდეგ დღეს ხვალანზე უკვე ვეცდები, რომ წავიყვანო ჩემი გელა ექიმი, ჩემს უფროს კოლეგებს გავაცნო. ნახოთ, რამდენად რეალურთან ახლოს არის მიახლოვებული მისი ეს მდგომარეობა, რამდენად შეიძლება ამ მულაჟზე ვისწავლოთ რამე კარგი და ვისწავლოთ თუ როგორ გადავარჩინოთ სიცოცხლე. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის. ნახვამდის.